პოლიკლინიკაში 10-ჯერ მეტი ხელფასი ხო ქონდათ? Voi posso, mi viene da succedere. კი ბატონო. ასე უკნეს დამაჩენებსაც, სწორადად. საავადმყოფოს თვითონ სახელმწიფო აფინანსებს თუ რომელიმე კერპოს. ჩვენამდე ეს არ მოდის დაფინანსებს საავადმყოფოს. ანუ როგორც ვიცით, საკმაოდ დაკრიტული რეჟიმი გაქვთ, 8 საათი მუშაობთ, აგრეთვე ვალდებული ხართ საავადმყოფოს გარეთაც მოემსახუროთ პაციენტს, თუ კი მას ეს ჭირდება და რამდენად დაფასებულია თქვენი ეს სამუშაო და რამდენი, ანუ ანაზღაურება რამდენი გაქვთ? ამის ჩემი მშრომა პირადად არანაირად არ არის ანაზღაურებული. აი თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გითხრათ, რამდენი გაქვთ ხელფასი თვეში? ესე იგი იმის მიხედვით შენატანი თანხის მიხედვით. ესე იგი რასაც შევიტანთ ნაფთქოს, იმისი გვეძლება 30%. ხო? 30% გვეძლება იმისი. დაახლოებით რამდენი არის? მერე 20% დაფრთხვა, მაგალითად მე პირადად წინა თვეში ავიღე 55 ლარი. შენ რამდენი არის? მე ახლა 79 ლარი. 79 არის. ნანა, შენ რამდენი არის? 19 ხო? და ეს რამდენი ხანია, რაც ასე გრძელდება? რაც მუშაობდა, რაც აქ გადაწყდა, რომ წინა პოლიკლინიკაში ასეთი პრობლემა არ ქონდა. თქვენ თუ გიცდიათ ამის გაპროტესტება, ან რა ხერხით შეეცადეთ, რომ ხელფასები მოგმატებოდა? რამდენჯერმე შევხვდი დირექტორებს. პირადად საუბარში. რა პასუხები მოგცეთ? ვერ მოგინადეთ ხელფასს. და მიზეზი?